პატიმრობაში მყოფი ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი შიმშილობს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ნონა ქურდოვანიძის თქმით, მზია ამაღლობელს დაკავების შემდგომ საკვები არ მიუღია და ის მხოლოდ წყალს იღებს. როგორც ქურდოვანიძემ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განმარტა, ეს არის მზია ამაღლობელის მხრიდან პროტესტის გამოხატვის ერთგვარი ფორმა იმ უკანონო პატიმრობაზე, რომელშიც ის იმყოფება. დღეს მქონდა შესაძლებლობა მომენახულებინა მზია ამაღლობელი ის თავს გრძნობს ხნეთ და სად არის ამ საქმეში იბრძოლოს, ასევე დამატებით მინდა გითხრათ, რომ მას დაკავების შემდგომ არ მიუღია საკვები, ის იღებს სახეზეა აი ამ უსამართლობის გამო, რომელიც ამ საქმეზე უკვე გითხარით, რომ ვლინდება სხვადასხვა გარემოებების ერთობლიობით. როგორც საიას თავმჯდომარე ამბობს, მზია ამაღლობელისთვის 353 პრიმა მუხლის კვალიფიკაციას გამოძიებისთვის ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის მიერ მიცემული განმარტებებიც არ ადასტურებს. როგორც ნონა ქურდოვანიძემ თქვა, დგებუაძე ხვება, რომ დარტყმის შემდეგ მას ჰქონდა სიწითლე და განიცადა ტკივილი. ქურდოვანიძის განცხადებით, მხოლოდ აღქმით დადასტურებული ტკივილი თავდასხმის დეფინიციაში არ ჯდება. თავად ის მუხლი, რომლითაც მზია ამაღლობელს ედავება პროკურატურა, არ არის ის მუხლი, რომლითაც ის ქმედება შეიძლება დაისაჯოს, რისთვისაც ახლა მას ჯიან. ეს მუხლი 353 პრიმა მუხლი თავის თავში აერთიანებს რამდენიმე ისეთ ელემენტს, რომელიც სახეზე უნდა იყოს ერთობლივად. ეს არის თავდასხმა, როგორც განსაკუთრებული ძალადობრივი და აგრესიული აქტი, თავდასხმის განხორციელება უნდა იყოს პირდაპირი განზრახვით და თავდასხმის მიზანი უნდა დაკავშირებული იყოს პოლიციის სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებასთან. ამ საქმეში დაშლილი ხელი, რომელიც ირაკლი დგებუაძის სახეზე ხდება, არც ერთ ამ ელემენტს არ მოიცავს. თავად ირაკლი დგებუაძის განმარტებებიც კი, რომელიც ამ საქმეზე მან თავად მისცა გამოძიებას, არ ადასტურებს 353 პრიმა მუხლის კვალიფიკაციას. ნონა ქურდოვანიძე მისაუბრა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უმოქმედობაზეც და თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უწყებას მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტის შესახებ 12 იანვარს ეცნობა, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიების დაწყების ნაცვლად ეგრეთ წოდებული მოკვლევის პროცესი დაიწყო, რომელიც საპროცესო მოქმედებას არ წარმოადგენს. ნეტგაზეთმა მზია ამაღლობელის წერილი გაავრცელა, რომელიც მან სასჯელ აღსრულების დაწესებულებიდან გამოგზავნა. ამაღლობელი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ არ დაუშვან საქართველოს იზოლირება ცივილიზებული სამყაროსაგან. როგორც ამაღლობელი წერს, ის არაპირებს მიიღოს რეჟიმის დღისწესრიგი. ფაქტი, რის გამოც დღეს ბრალდებული ვარ, შედეგია იმ რეპრესიული, მოღალატეობრივი, ძალადობრივი ადამიანის სიტყვის და გამოხატვის წინააღმდეგ მიმართული პროცესების, რომელიც ბოლო 1 წელია ვითარდება და ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ფეხს იკიდებს, როგორც დიქტატურა. არ ვაპირებ მივიღო რეჟიმის დღისწესრიგი, ვშიმშილობ, სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა. ჩემს მოცემულობაში ნებისმიერი ის მოქალაქე შეიძლება აღმოჩნდეს, ვისაც დემოკრატიულ, სამართლიან, ევროპულ, რუსული გავლენებისგან თავისუფალ საქართველოში უნდა ცხოვრება. იბრძოლეთ სანამ გვიანი არ არის. იბრძოლეთ ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ. ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ, სოფელსა თუ ქალაქში, ქუჩებსა თუ აუდიტორიებში, საზოგადოებრივ და სამუშაო სივრცეებში. იყავით მამაცები, გაუფრთხილდით და გააძლიერეთ ერთმანეთი. არ დაუშვათ საქართველოს იზოლირება ცივილიზებული სამყაროსგან. თავისუფლება მზია ამაღლობელს ამოწოდებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შენობასთან ჟურნალისტებმა აქცია გამართეს. მედიის წარმომადგენლები ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელის მზია ამაღლობელის დაზარალებულად ცნობას და საქმესთან დაკავშირებით ეფექტურ გამოძიებას ითხოვენ. თავისუფლება მზიას! თავისუფლება მზიას! თავისუფლება მზიას! თავისუფლება მზიას! თავისუფლება პოლიტპატიმრე! თავისუფლება პოლიტპატიმრე! ბათუმის მილიციის უფროს, რომელმაც ჩვენ დაკავებულ კოლეგას შეაფურთხეს სახეში, არაძლევდა სასმერწყალს, არაძლევდა ტუალეტის სარგებლობის საშუალებას. დაუყოვნებლივ მას შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება და მდგომარეობა. ამავე დროს ყველა ეს ფაქტი დროულად იქნეს გამოძიებული და ბათუმის მილიციის უფროს ირაკლი დგებუაძე მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში.
მანამდე მზიამაღლობელის მხარდასაჭერის საპროტესტო აქცია მედიის წარმომადგენლებმა ქართული ოცნების მთავრობის ხდომის პარალელურად მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართეს. ჟურნალისტები თხოვენ, რომ საქართველოს პროკურატურამ დააყენოს ახალი შუამდგომლობა. მზიამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით შეცვალოს. ასევე ისინი ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვენ. პოლიციის განყოფილებაში შეურაცხყოფა შეაფუთხეს და ამცირეს ცდილობენ რომ ის ეცემა და ეს ფაქტი ვერ დარჩება გამოუძიებელი, ვერ დარჩება რეაგირების გარეშე. დაუყოვნებლივ ვითხოვთ გამოძიების დაწყებას და დამნაშავეების დაშლას. თავისუფლება მზიამაღლობელს, რომელიც ისჯება თავისი პროფესიული და მიუკერძოებელი საქმიანობისთვის. ის არ იმსახურებს პატიმრობას და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ციხიდან. თავისუფლება მზიას! თავისუფლება მზიას! თავისუფლება მზიას! თავისუფლება მზიას! თავისუფლება მზიას! თავისუფლება მზიას! მას შემდეგ რაც ქართულმა ოცნებამ უარი თქვა ევროკავშირთან ინტეგრაციას და პროცესები გააჩერა, ხო? ესე იგი, პროევროპული აქციების 300-ზე მეტი მონაწილე არის სასტიკად ნაცემი. დასახიჩრებული ბევრ მათგანს, ათობით მათგანს აქვს იმგვარი ტრავმა მიღებული, მთელი ცხოვრება რომ უნდა იწვნიონ და ატარონ ეს ფიზიკურად. და ამ დროს ქართულ ოცნებას, ქართული ოცნების მთავრობას არ ყავს დაკავებული, არათუ დაკავებული არც ერთი მოძალადი ამ ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფების წევრი, მათ შორის კანონდამრღვევი მოძალადე პოლიციელი, ვინც ეს გააკეთა. არც ერთი ტიტუშკა, არც ერთი ზონდერი არ ყავს პასუხისგებაში მიცემული. არათუ დაკავებული და დაპატიმრებული. ამ დროს პოლიცმაისტერისთვის სილის გაწვნის გამო ეგრევე ხისიერად დააპატიმრეს მზია და ჩვენ ხედავთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ბატონი კაციტაძის უფროსის ბატონი კაციტაძის არაფრის მომცემ განცხადებებს. სოციალური სამართლიანობის ცენტრი მზიამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ სასამართლოს განჩინების ნიუანსურ ანალიზს აქვეყნებს და მოუწოდებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შეცვალოს პირველი ინსტანციის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან. როგორც ორგანიზაცია წერს, მოსამართლე ნინო სახელაშვილის განჩინება სრულიად მოკლებულია გონივრულობის, კანონის და ადამიანის უფლებების სტანდარტებს. მოსამართლეს სახელაშვილის განჩინება მნიშვნელოვან სამართლებრივ ხარვეზებს შეიცავს. სამართლებრივი კვალიფიკაციის პრობლემა, დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, სილის გაწვნა არ აკმაყოფილებს პოლიციაზე თავდასხმის დანაშაულის შემადგენლობის ელემენტებს. შესაბამისად, დამატებითი მტკიცებულებების გარეშე არ არსებობს ამ დანაშაულის ჩადენის გონივრული ეჭვის სტანდარტი. განჩინების დასაბუთებულობისა და რისკების შეფასების არათანმიმდევრულობა. მოსამართლე ერთდროულად მსჯელობს როგორც მიმალვის, ისე საპროტესტო აქციებზე დასწრებით ახალი დანაშაულის ჩადენის რისკებზე. საპროცესო გარანტიების დარღვევა. მოსამართლემ არ გაითვალისწინა უდანაშაულობის პრეზუმპცია და თავისუფლების ფუნდამენტური უფლება. პატიმრობის როგორც უკიდურესი ღონისძიების გამოყენება მხოლოდ ბრალდების არგუმენტებზე დაყრდნობით მოხდა. დაცვის მხარის არგუმენტების იგნორირება. განჩინებაში არ არის სათანადოდ შეფასებული ბრალდებულის პროფესიული რეპუტაცია, მისი ხანგრძლივი ჟურნალისტური საქმიანობა და შემოთავაზებული ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიება გირაო. მედიის თავისუფლებაზე გავლენა. მოსამართლემ არ გაითვალისწინა გადაწყვეტილების პოტენციური გავლენა მედიის თავისუფლებაზე და ის მსუსხავი ეფექტი, რაც ჟურნალისტის დაპატიმრებამ შეიძლება გამოიწვიოს. სოციალური სამართლიანობის ცენტრი ხაზგასმით წერს, რომ სასამართლო სისტემის ასეთი სახით გამოყენება მიზნად ისახავს რეპრესიული აპარატის გაძლიერებას და დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტებას. ორგანიზაციის განმარტებით ეს პროცესი ხორციელდება არსებული სამართლებრივი ჩარჩოს მიზანმიმართული მანიპულაციის გზით, რაც საბოლოო ჯამში ემსახურება დემოკრატიული პროცესების შეზღუდვასა და ავტორიტარული მმართველობის განმტკიცებას. ჟურნალისტი მზიამაღლობელი ბათუმში 11 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს. პირველ შემთხვევაში მიზეზი საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრა გახდა. ამაღლობელთან ადვოკატს 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ. ამ პერიოდში სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა, რომელსაც ჟურნალისტმა განუცხადა, რომ დაკავების შემდგომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას. ამაღლობელი რამდენიმე საათში ხელწერილით გაათავისუფლეს და მალევე პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით ისევ დააკავეს. გამოცემა ბათუმელების ინფორმაციით ამაღლობელის დაკავებაში პირადად მონაწილეობდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსი ირაკლი დგებუაძე. გამოცემის მიერ გავრცელებულ კადრებში ისმის, რომ დაკავების მომენტში ჟურნალისტ პოლიციელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და დგებუაძე მას სისხლის სამართლებრივი დევნით ემუქრება.
მზია მაღლობელის წინააღმდეგ ოცნების პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. მას 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ჟურნალისტი 14 იანვარს წინასწარ პატიმრობაში გაუშვა და წინასასამართლოს ხდომა 4 მარტს ჩანიშნა.